ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხესთან მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად სპონტანურად ხალხი შეიკრიბა და ბევრი მათგანი მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. ეს განაპირობა იმ დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა და მესამე პრეზიდენტი აგერ უკვე მე-17 დღეა შიმშილობას აგრძელებს და არ აპირებს დანებებას. როდესაც მეკითხებიან, იმ დღესაც მკითხეს, რას ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცეს სააკაშვილი, უნდა გააგრძელოს შიმშილობა, რითიც საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლეს, თუ უნდა შეწყვიტოს, რათა ცოცხალი გადარჩეს და განაგრძოს ბრძოლა. მე ამ შემთხვევაში დილემის წინაშე ვდგები პასუხის გაცემისას. როდესაც წარმოიდგინეთ, როდესაც გეუბნებიან, რომ ადამიანს სისხლის მძიმე დაავადება სჭირს და შეიძლება დაიღუპოს ან სამუდამოდ დასახიჩრდეს. ასეთ ადამიანს მაინც პირდაპირ და მოჭრით მოუწოდო შიმშილობისკენ ნიშნავს პირდაპირ და მოჭრით გაწირო სიკვდილისთვის. ხო? ასე გამოდის. მეორე მხრივ ვერც შიმშილობის შეწყვეტისკენ მოვუწოდებდი მე სააკაშვილს, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის ეს ვაჭრობისკენ მოწოდების ტოლფასი იქნებოდა. რომ გავიგო, რომ წარმოვიდგინოთ და გავიგო, რომ ერთ დღესაც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ. როგორი ახსნა განმარტებაც არ უნდა მოყვეს შემდეგ ამ გადაწყვეტილებას, უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება. ჩემს თვალში განადგურდება მისი როგორც დღევანდელი აქტიური პოლიტიკოსის რეპუტაცია. თორემ როგორც ისტორიული ფიგურა ის რა თქმა უნდა თავის ადგილს შეინარჩუნებს. და მე თან არ ვიქნებოდი ასეთ შემთხვევაში ერთადერთი დარწმუნებული ვარ. ძალიან ბევრ ადამიანს დაემართებოდა ასეთივე იმედგაცრუება. ანუ ამ ლოგიკით მაინც ისე გამოდის, რომ მე ირიბად, მაგრამ მაინც მოვუწოდებ სააკაშვილს შიმშილობის გაგრძელებისკენ და პოტენციურად ვწირავ მას სასიკვდილოდ. მაპატიონ მისმა ახლობლებმა ვიცი ეს მათთვის განსაკუთრებით და ყველაზე მძიმეა, მაგრამ ხო, მე ერთ მოქალაქე გიორგი გაბუნიას, აი გულწრფელად უნდა ვთქვა, მინდა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეასრულოს ხალხისთვის მიცემული სიტყვა და ბოლომდე მიიყვანოს მის მიერვე დაწყებული პროცესი. ჯარისკაცი, როდესაც ომში მიდის, მანაც იცის, რომ შეიძლება დაიღუპოს, მაგრამ როგორ შეიძლება საკუთარი დებით ბრძოლაში მიმავალ სამხედროს აკადრო და უთხრა არ წახვიდე ომში გენაცვალე, იქ შეიძლება მოგკლანო. აბა წარმოიდგინეთ თან აი რას იფიქრებდით მერე თქვენ იმ ჯარისკაცზე, რომელიც ასეთ შეგონებებს აყვებოდა და სიკვდილის შიშით სახლში დარჩებოდა და იჯდებოდა ასე მშვიდად. ზუსტად იგივეს ვიფიქრებ მე მიხეილ სააკაშვილზე, მან რომ შიმშილობა შეწყვიტოს. მე არ ვწირავ ოღონდ მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ, მან თვითონ გააკეთა ეს უმძიმესი არჩევანი და მკაფიოდ განაცხადა. ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ ვიბრძოლო საქართველოს გასამარჯვებლად. მან იცის, რომ ის ომშია, როგორც ჯარისკაცი და თანაც მტრის მთავარი სამიზნეა. ამიტომ ისიც იცის, რომ საკუთარ სიცოცხლეს რისკავს. და მე პატივს ვცემ ამ ძალიან თამამ ნაბიჯს, რომლის გადადგმაც ერთეულებს შეუძლიათ სინამდვილეში და ვთვლი, რომ ნებისმიერი მოწოდება თუ მცდელობა, რომ სააკაშვილს აზრი შეაცვლევინონ მისი როგორც პოლიტიკოსის შეურაცხყოფა და უპატივცემულობაა. თორემ ადამიანურად მესმის, როგორი მძიმეა ამის ყურება განსაკუთრებით ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის. მესამე პრეზიდენტი ისეთ ვაბანგზე წავიდა, რომ ახლა უკან დახევა ან სისუსტის ჩვენება მისთვის ჩემი აზრით პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნება. და სააკაშვილს პოლიტიკური სიკვდილი რომ სდომოდა, ამის შანსი გასული 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრიც ჰქონდა და თან ბევრად უფრო უმტკივნეულოდ სულ არ სჭირდებოდა ციხეში ჩაჯდომა. ამის გარეშეც შეეძლო დაენებებინა ყველაფრისთვის თავი, ეკითხა სადღაც ლექციები და ყოფილიყო მშვიდად და უკრაინითაც არ შეეწუხებინა მაგალითად საერთოდ თავი. მაგრამ ფაქტია, რომ არ აპირებს ეს კაცი სიკვდილს არც იმ და არც ამ გაგებით. ერთის ნაცვლად ახლა უკვე ორი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურაა და სინამდვილეში არც შიმშილობა დაუწყია იმისთვის, რომ მოკვდეს. პირიქით. ჯერ კიდევ წინა კვირას გაჩნდა იმის შიში, რომ სასწრაფოდ გახდებოდა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ აჰა, ერთი კვირა გავიდა და ისევ თავის საკანშია, ისევ პრინციპულად აგრძელებს უკიდურეს პროტესტს და ასე აპირებს 20 ოქტომბრამდე გაძლებას და ცოცხლად მისვლას. რა ვთქვა?
შემიძლია მას უთხრა, გაჩერდი საკმარისია, აღარ გინდა მეთქი, არა, მე ვერ ვეტყვი. პირიქით, თანადგომას უცხადებ, ვამართლებ ამ საქციელს, გამძლეობას უსურვებ, რომ შეძლოს და მართლა ბოლომდე ღირსეულად მიიყვანოს დაწყებული საქმე და აღარავის მისცეს იმის საბაბიც კი, რომ მას სიტყვის გამტეხი გადამგდები ან შიშარა პრეზიდენტი დაუძახონ. თავისი საქციელით დღეს მიხეილ სააკაშვილი სწორედ საპირისპიროს ამტკიცებს და თავის არჩეულ გზას არც უნდა უღალატოს. თუნდაც სიცოცხლის ფასად. რამდენად სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ნამდვილი პრეზიდენტები ასე უნდა იქცეოდნენ. ასე მგონია მე. მე ვარ გიორგი გაბუნია, ეს არის პოსტფაქტუმი, თქვენ ხართ მთავარი.